მოგესალმებით, მე ვარ დალი ვასაძე, ფსიქოთერაპევტი და ამ ვიდეოში გიზიარებთ ერთ თავს ჩემი წიგნიდან შენ ჩემი სარკე ხარ. სარკეში ჩახედვისას თითქოს ვიცით რას ვხედავთ. სახის ნაკვთებს, გამომეტყველებას, მიმიკას, მაგრამ ფსიქოთერაპიაში სარკე გაცილებით მეტია, ვიდრე საგანი. ის სიმბოლოა იმისა, თუ როგორ ვიღებთ საკუთარ თავს, როგორ ვხედავთ სხვებში ჩვენს ანარეგლს და როგორ ვაძლევთ საკუთარ თავს უფლებას, შეხვდეთ იმ ნაწილებს, რომლებსაც სადღაც შორს სიბნელეში ვმალავთ. წიგნი შენ ჩემი სარკე ხარ შექმნილია როგორც ფსიქოთერაპიული გზამკვლევი, რომელიც მეტაფორული ისტორიების მეშვეობით გაძლევს შესაძლებლობას შეხვდეს საკუთარ შინაგან სამყაროს. ეს წიგნი ემოციური და სუბიექტური გზაა, გამოძიება, დაკვირვება და სიყვარული საკუთარი თავის. თითოეული თავი სარკეა, ზოგჯერ მკაფიო, ზოგჯერ ბუნდოვანი, მაგრამ ყოველთვის რესურსული. ჩემი მიზანია შენ ამ სარკეში იპოვო საკუთარი თავი. არა მხოლოდ როგორც მკითხველმა, არამედ როგორც საკუთარ თავთან დიალოგში მყოფმა ადამიანმა. წიგნი შენ ჩემი სარკე ხარ არის გამოწვევა. გაბედო საკუთარ თავში ჩახედვა. დაეყრდნო სარკეს, რომელიც ირგვლივ ადამიანებში, ურთიერთობებში და საკუთარ ისტორიებში აირეკლება. და რაც მთავარია, მიიღო ის რაც ხარ, ნამდვილი, დაუმალავი და სრული. ნაწილი პირველი ნინოს ისტორია. თავი, თავდადება. ნინოს ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ნანახმა ფილმმა. მთელი დღე ფილმის ნახვის შემდეგ ნინოს გონება მოცული იყო ფიქრებით. ფიქრები მის გონებაში ირეოდა, ზოგი ურთიერთსაწინააღმდეგოც კი იყო. ფიქრი ფიქრს ბადებდა და ასე დაუსრულებლად ფიქრთა ქაოსი არსებობდა ნინოს გონებაში. ზოგი ფიქრი კითხვის ფორმით ჩდებოდა. კი, მაგრამ როგორ? აბა მაშ რა არის? როგორ უნდა გაიგოს ადამიანმა? სწორედ ასეთი პასუხგაუცემელი ფიქრები ქმნიდა ნინოს გონებაში ქაოსს და არეულობას. ეს ქაოსი დროებით კარებზე კაკონის ხმამ შეაწყვეტინა ნინოს. როგორ ხარ, ნინო? კარგად ვარ, თეკლა, შე როგორ ხარ? რა ვიცი, ისე რა, შენთან რაღაცის ათხოვნალად მოვედი. რამე მოხდა? ისი თხოვნა გინდა? ოღონდ არავის უთხრა დამპირდი. კარგი, გპირდები, რა უნდა მთხოვო ასეთი? აი მამა შენმა რო გაჩქა ის საათი მათხოვე. ეგ საათი რა გინდა? ეგ აღარ მკითხო, უბრალოდ ცოტა ხნით მათხოვე. ხომ იცი ეგ საათი როგორი ძვირფასია ჩემთვის? ეს საათი ნინოს მამამ უყიდა ვაჟს, ნინოს ძმას, რომელიც ჯარში მსახურობდა. ის ჯარიდან უნდა დაბრუნებულიყო მის ოქროს დაბადების დღეზე. საათიც ოქროსი იყო, წარწერით საამაყო შვილს. მაგრამ ნინოსმა იმ წელს სახლში ვერ დაბრუნდა. ძმის დაკრძალვიდან რამდენიმე თვეში ნინომ სთხოვა მამას, საათს მე ვატარებო. მამამ ოქროს საათის დიზაინში ცოტა ცვლილება შეიტანა, შიგ წარწერა დატოვა და ასე აჩუქა ნინოს. ეს საათი მთელი ოჯახისთვის ძვირფასი იყო. კი, ვიცი თქვენთვის როგორი ძვირფასია, მაგრამ სულ რამდენიმე თვით გთხოვ, რომ ათხოვო. არა, თეკლა, საათს არ გათხოვებ და საერთოდაც არ უნდა მოსულიყავი ამ საათის ათხოვნელად. თანაც არც კი მეუბნები რისთვის გინდა. ნინო, მაგას რა მნიშვნელობა აქვს რისთვის მინდა? გთხოვე მათხოვე ჩვენი მეგობრობის ხათრით. ჩვენი მეგობრობის ხათრით? გაუმეორა თეკლას მისივე სიტყვები. სწორედ ჩვენი მეგობრობა უნდა ყოფილიყო მიზეზი იმისა. აქ თქვენი ინტერპრეტაციით დაასრულეთ ეს ფრაზა. კარგი რა, ნინო, რა გთხოვი ასეთი, სულ რამდენიმე დღეზეა საუბარი, მერე დაგიბრუნებ, მაჩუქეთქო ხომ არ გეუბნები? არა, თეკლა, ვერც რამდენიმე დღით, ვერც ერთი დღით და ვერც ერთი საათით ვერ გათხოვებ ამ საათს. ხო, ვიცი, ნინო, როგორი ძვირფასია ეს საათი შენთვის, რამდენიმე დღით ჩვენი მეგობრობის ხათრით. არა, თეკლა. კარგი რა, ნინო, სულ არ გაქვს ჩვენი მეგობრობის ხათრი. არა და ჩემთვის, ვინმეს რომ ერთქვა, ერთ მშვენიერ დღეს, თეკლა საათის თხოვებას გთხოვსო, თავს დავდებდი, თეკლა ამას არ გააკეთებს თქო, რადგან იცის, როგორი ძვირფასია ეს საათი ჩემთვის თქო. ხო, მაგრამ რომ მჭირდება? ისე მეც რამდენიმე დღის წინ, თავს დავდებდი, ერეკლე არ მომატყუებს თქო, თავის სიტყვას შეასრულებს თქო,
მაგრამ სიტყვაც გადეხარ და მომატყუა კიდეც. გახსოვს ჩემი ტელეფონი რომ ითხოვა, თურმე კი არ დაალომბარდა, გაყიდა და რა თქმა უნდა, ტელეფონს მაქსიმუმ 2 კვირაში დაგიბრუნებო, ან ფულს მოგცემო, რომ იგივენაირი იყიდო, ეგეც ტყუილი იყო. ახლა რა უნდა ქნა? მოიცა, მაგიტომ მოიფიქრე ჩემგან საათის თხოვება? კარგი რა ნინო, უნდა გავიქცე, მაგაზე მერე ვილაპარაკოთ. ნინოს გონებაში ისევ გაჩნდა ფიქრები, როგორ? აბა მაშინ რა გამოდის? როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი? ისევ მოიცვა ნინოს გონება ფიქრთა ქაოსმა. საღამოს ნინო გარეთ გავიდა. აიღო მისი ხელსაწყოები და სკვერში თავისუფალ ადგილას დაჯდა. მის წინ დაახლოებით 5 წლის ბავშვი იყო, რომელიც სილითგან სასახლეს აშენებდა. დიდი ფანტაზიის მქონე იყო ბავშვი, რაზეც მის მიერ აშენებულ სასახლეში არსებული შენობა-ნაგებობები მეტყველებდნენ. ნინომ დაიწყო ჩანახატის კეთება. ცოტა ხანში ნინო ხედავს, რომ ამ ბავშვთა რამდენიმე, ასე 15-16 წლის მოზარდები მივიდნენ, რომლებიც ჯერ სიამოვნებით უცქერდნენ ბავშვს. შემდეგ კი კითხეს. ესე თავდადებით რომ აშენებ ამ სასახლეს და ყველა დეტალს რო ითვალისწინებ. ამ ნათქვამზე ბავშვმა გაკვირვებულმა ახედა უფროსებს. იმ ბავშვების ყურადღების მისაქცევად აკეთებ? გინდა იმათთან შენც რომ ითამაშო? ბავშვმა სულ რამდენიმე წამით შეაჩერა მისი საქმიანობა და დაფიქრებული, ჭკვიანი თვალებით შესქეროდა უფროსებს. ბოლოს უპასუხა. ჩემთვის ვაკეთებ. და ისევ, იგივე თავდადებით გააგრძელა თავისთვის სასახლის კეთება. ნინოს გაეღიმა, რადგან გაიფიქრა. ვერც ბავშვმა გაიგო უფროსების კითხვა და ვერც უფროსებმა ვერ გაიგეს ბავშვის პასუხი. აი როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი. გაახსენდა მისი ფიქრები და გასცა პასუხი. როგორ და რაც მისთვის მნიშვნელოვანია. ნინომ დაასრულა თავისი ჩანახატი. ცოტა ხანი ისე ვიჯდა სკვერში, შემდეგ კი სახლში წავიდა.